მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. მე ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ პატრიარქის ჩართულობა ამ პროცესს მკვდარი წერტილიდან დაძრავს და ჩვენ მშობლებს, აი ამ წამლის მომლოდინე ბავშვებს დროულად აღმოუჩენთ დახმარება. სხვა შემთხვევაში უბრალოდ წარმოუდგენელია, რაიმე ჰუმანურობაზე ვლაპარაკობდეთ, პირიქით ეს არის დეჰუმანიზებული სახელმწიფოს ქმედება, თუკი ჩვენ ამ პრობლემას არ გადავჭრით. მე არ მესმის თქვენ რა შეკითხვასაც მისმით, მე მისმევთ რას ნიშნავს ეს გაჯიუტება, გაჯიქება და რაღაცნაირი კედელის აღმართვა ამ ხალხთან, როდესაც აქცია მიმდინარეობს ამ ხნის განმავლობაში და უბრალოდ არ აღმოჩნდა პასუხისმგებელი პირი, რომელიც დაელაპარაკებოდა მაინც ადამიანურად ამ ხალხს და რაღაცა გეგმა გაჩნდებოდა. ამ წამლებზე, რომლებზედაც არის ლაპარაკი და აპელირებდა დღეს უკვე ჯანდაცვის მინისტრი უკვე მერამდენეთ. ერთი რომ აპრობირებული პრაქტიკა არსებობს სოფლიოში ამ წამლების გამოყენებისა, მათ შორის საქართველოსაც აქვს გარკვეული აღიარება ამ წამლებისა და აბსოლუტურად ვეთანხმები მშობელს, რომელიც ამბობდა, რომ გარკვეული უკუჩვენებები ნებისმიერ მედიკამენტზე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ეს პრობლემა ცხადია არ არის მედიკამენტოზურად ბოლომდე გადაჭრილი, მაგრამ ამ შემთხვევაში, აი ამ კატეგორიის დაავადებასთან ძალიან მნიშვნელოვანია დროის მოგება. დროში იჭედება მთელი ეს პროცესი, იმიტომ რომ ამ გადავადებამ, ხანდახან ერთთვიანმა გადავადებამაც კი შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მიიტანოს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დროულად დაიწყოს პროცესი და დროულად მიიღონ ბავშვებმა მედიკამენტი, რომ მათ შეინარჩუნონ სიცოცხლე, გაიხანგრძლივონ სიცოცხლე, ჯანმრთელობას მიხედონ და ჩვენ თუ გვინდა რომ საზოგადოებად კიდევ ვიმეორებ ჰუმანურ საზოგადოებად შევდგეთ, უბრალოდ წარმოუდგენელია რომ ეს საკითხი სხვანაირად გადაწყდეს. თქვენ ახსენეთ ჰუმანური აქტი, ჰუმანურობა ამ კონტექსტში, თუმცა აი შეწყალება როგორც ჰუმანური აქტი და უცნობის მიერ მოთხოვნილი მონადიება ამ ჰუმანური აქტის დასარეგისტრირებლად, ასე რომ ვთქვათ. განცხადებები კობახიძის, რომელიც ერთის მხრივ თავდასხმა იყო ციხეში მყოფ ადამიანებზე, მეორეს მხრივ ლაპარაკობდა დეპოლარიზაციის მცდელობაზე, დეპოლარიზაციისთვის ახალი სტრუქტურის შექმნაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში და პარალელურ რეჟიმში ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული ადამიანები. პოლიტიკური თამაში, რომელიც ქართულმა ოცნებამ ახლა წამოიწყო, მიდის საითკე. ეს პოლიტიკური თამაში სამწუხაროდ ძალიან აზიანებს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენს პერსპექტივას, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსას, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია იმისა, რომ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი უნდა იყოს და სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ სულ უფრო და უფრო ჯერ გავიყინეთ ერთ ადგილას და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ უფრო და უფრო უკან მივდივართ. თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანებთ, რომ ერთის მხრივ თითქოს ლაპარაკია დეესკალაციაზე, დეპოლარიზაციაზე, სიძულვილის ენის შეწყვეტაზე და ამისთვის კიდე სპეც რაღაც ღონისძიებების გატარებაზე, მათ შორის საკანონმდებლო ღონისძიებებს გულისხმობ, მაგრამ ძალიან ცინიკურია, როდესაც ამას აკეთებს ის ხელისუფლება, რომელიც თავად არის სიძულვილის ენის შემოქმედი, თავად არის რეპრესიული კანონმდებლობების შემქმნელი ყოველდღიურად და ყოველკვირეულად პრაქტიკულად ახალი რეპრესიული ღონისძიების შემომტანი. მე ვფიქრობ, ეს კიდევ რეპრესიის ახალი თემა არის, იმიტომ რომ ამ დეპარტამენტმა რა უნდა შეისწავლოს, რა უნდა გამოიძიოს. დღეს ამ დღეებში ბევრს გაახსენდა და მეც მახსოვს ძალიან კარგად, ტელეფონის ნომრები ჯერ კიდევ არის შენახული ჩვენს სატელეფონო სივრცეებში, როდესაც მათი ორგანიზებით გარკვეული ჯგუფები რეკავდნენ ღამის საათებში ჩვენთან, ჩვენი ოჯახის წევრებთან, აწიოკებდნენ, ლანძღავდნენ
იცავდნენ, აგინებდნენ, ემუქრებოდნენ, აშინებდნენ და ასე შემდგომ. ეს ეთყობა არ ითვლება სიძულვილის ენის გამოვლინებად და ალბათ გადანახული აქვს საჭიროების შემთხვევაში კიდევ რომ გამოიყენონ ასეთი რამ. თანამდებობის პირები, მათ შორის დეპუტატები ჩვენ რომლებიც მხოლოდ გვახსოვს გინებებით, დაპირისპირებებით და ჩხუბით, სხვათი არაფრით არ დაუმახსოვრებიათ თავი. მე პირადად მართლაც წინააღმდეგი ვარ ყველანაირი სიძულვილის ენის გამოყენებისა და პრაქტიკულად არ მახსენდება შემთხვევა რომ მე ეს გამომეყენებინოს და იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს პოლიტიკურ გუნდზეც და მათ შორის ჩვენ საზოგადოებასთანაც, ოპოზიციასთანაც ჩვენ ვცდილობთ რომ კომუნიკაცია გქონდეს აბსოლუტურად ეთიკურ ფარგლებში და ამ ეთიკური ფარგლების დარღვევას ჩვენ ხედავთ მუდმივად სხვისგან და ხელისუფლება აძლევს ყველას სამწუხაროდ ამის მაგალითს და ამიტომ არის ფარისევლობა ყველანაირი ნაბიჯი რომელსაც ისინი ვითომ არქმევენ სახელს რაღაცა დაძაბულობის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯებისას მაგრამ რეალურად ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ მართლაც ტროტუარზე დგომისთვის დაკავებულ ადამიანებს და ხვალ უკვე შეიძლება ბირჟაზე აზრის გამოთქმისთვის ან სოციალურ ქსელში აზრის გამოთქმისთვის ვიღაცას რომ არ მოეწონება და ეს ვიღაცა ამ შემთხვევაში სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენელი იქნება დიდწილად იმიტომ რომ ხალხში დიდი უკმაყოფილება არის უკვე დაგროვილი ქართული ოცნების წარმომადგენელთა მიმართ უკმაყოფილება არის უკვე მათ მომხრეებში ტრადიციულად ვინც ქართულ ოცნებას მხარს უჭერდა ეს ხდება ქალაქშიც და ეს ხდება რეგიონებშიც მაგრამ მათ უნდათ რომ ფასები იზრდებოდეს ეკონომიკა უბედურდებოდეს ვერანაირი პრობლემის გადაწყვეტა ვერ ხერხდებოდეს აგერ ბავშვების პრობლემა ვერ გადაწყდა ასამდე ბავშვისა ამდენი ხნის განმავლობაში ევროპული ორიენტაცია სამარდებოდეს და ქართულ ოცნებას მაინც არავინ არ გაუბედოს რაიმე გადაბრუნებული სიტყვის თქმა. მხოლოდ ეს უნდათ, მათ უნდათ ჩახშობა პროტესტის, მათ უნდათ ამოქოლვა ყველანაირად თავისუფალი აზრის თქმის შესაძლებლობისა და ამ გზით უნდათ რომ ეს პროტესტი ჩაახშონ. მე შესაძლოა თქვენც მკითხოთ, მაგრამ არ შემიძლია ამ კონტექსტში არ ვთქვა, როდესაც ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად ჩაუხერგა გზა საქართველოს ევროპული სივრცისაკენ, ხომ? და დღეს ჩვენ ორი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისა და ღია წერილი კობახიძის პირით გახმოვანებულს გულისხმობთ ალბათ. კობახიძის პირით გახმოვანებული სწორედ ამას გულისხმობ და ქალაქის მერის ასევე გამოხმაურება საარბრიუკენის მიერ დაძმობილებაზე უარის თქმის გამო. ეს ორივე შემთხვევა პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ რასაც დემოკრატიული სამყარო ითხოვს ჩვენგან, ქართული ხელისუფლება, ქართული ოცნების ხელისუფლება უფრო სწორად თუ ვიტყვით, ამას ყურად არ იღებს და ამ შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებს უწუნებს დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაუცველობას, ამ დროს ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიებული, ისინი მხოლოდ იმ საქმეებს იძიებენ, რომელიც რაღაცა შიდა დაპირისპირების პრობლემას თუ დისკომფორტს უქმნის და ამ შემთხვევაში თავიანთ თანაგუნდელებსაც არინდობენ ხოლმე სხვა ყველაფერი უსამართლობის რას აკლებს ბოდიშკი ხდება და ეს კიდევ დიახ დაამთავრეთ და გითხავთ ბრძანეთ არა დაასრულეთ და გითხავთ და ამ კი ბატონო ამ კონტექსტში აი სიმბოლურით შეიძლება იყოს რომ საარბრიუკენმა გაწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა და მამუკა ხაზარაძემ რომელმაც დღეს გავიდა ეს ინფორმაცია და სწორედ ამიტომ მინდა რომ პარალელურად განვიხილო ეს რომ ბრიუსელის ცენტრში შეიძლება ითქვას გადადგა უდიდესი ნაბიჯი სწორედ კულტურული დიპლომატიის გასაჩენად სადაც პოლიტიკური დიპლომატია ყვდება იქ აუცილებელია რომ შემოვიდეს რაღაც სხვა ტიპის ურთიერთობები, დიპლომატია და სადაც ბრიუსელისთვის, ევროკავშირისთვის ხერგავს გზას ქართული ოცნება, იქ ცდილობს ქართული საზოგადოება ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძეს ამ ინიციატივაზე ვამბობ, რომელიც გულისხმობს ისტორიული შენობის რესტავრაციას და იქ ქართული, კულტურული, სასწავლო, საგანმანათლებლო, საგამოფენო ცენტრის მოწყობას, რომლითაც ისარგებლებენ, რა თქმა უნდა, ემიგრაციაში მყოფი ქართველები და ასევე ისარგებლებენ ქართველები, რომლებსაც ევროპაში უნდათ რომ გაიტანონ თავიანთი კულტურა და თავიანთი ხედვა და ჩვენ სანამ საბოლოოდ დაუსამარები ვართ ქართულ ოცნებას ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ თავად სადაც შეგვეძლება გადავდგათ მსგავსი ნაბიჯები.